რაღაცა დავა, რომელიც ისეთი დავა, რომელზეც ცალსახა პასუხი არ გვაქვს თქვათ და ავალებს თქვათ აუდიტორს რომ მოხდეს გადასახადის გადაანგარიშება ან ხელახლა შესწავლა, აი ამ პროცესში შეიძლება უკვე შემოსავლების სამსახურმა დრო მაქსიმალურად გაწელოს და დიდი დრო გავიდეს, სანამ აუდიტორი მიუბრუნდება შენ საკითხს ხელახლა შესასწავლად და ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რომ თქვათ აუდიტორს არ აქვს დრო, ანუ განსაზღვრული დრო, როდის დაასრულოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ანუ არ უთითებს პირობითად დავების საბჭო, შენ ერთ თვის ვადაში უნდა შეამოწმო ეს ან 6 თვის ვადაში პირობით, ანუ ვადები განსაზღვრული არ არის და აუდიტორი თავისი პირადი შეხედულების საფუძველზე მოქმედებს ამ შემთხვევაში. ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს, ანუ რაღაცა ესეთ უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ესეთი რაღაც გამოდის, რომ დედას უჩივლო შენმა შვილმა რაღაც დამიშავა. ანუ დედა ყოველთვის მიკერძოებული იქნება თავისი შვილის მიმართ, იგივეა აქაც რა, რომ ფინანსთა სამინისტრო გაჯარიმებს და ისო ფინანსთა სამინისტროში მიდიხარ პირობითად რაღაცა საჩივრით და ანუ მაინც მიკერძოებული იქნება, იმიტომ რომ დავების საბჭოში ანუ დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ იქნება სათანადო, რადგან დავების საბჭოში მონაწილეობენ, ანუ გადაწყვეტილებას იღებენ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირები, ანუ ვინც პოლიტიკას ქმნის, ხო, შეიძლება იყოს თქვათ კერძო არბიტრაჟში გადავიდეს, სადაც უფრო თქვათ სწრაფად მოხდება დავების განხილვა, შეიძლება ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემას არ დაექვემდებარება და თავის გადაწყვეტილებაში ზედამხედველი თქვათ არ ეყოლება ისევ კანონის აღმასრულებელი ორგანო